დღეს ხელი მოეწერა კომპანია ჩესთან ხელშეკრულებას. ხელშეკრულება ითვალისწინებს წელის კვლევას. კომპანია ჩეზი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომპანია ამ კვლევის ეფექტურად განხორციელებაში. მათ აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კომპეტენციის კომპანიის არსებობა. შავი ზღვის კაბელი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. ეს პროექტი უკავშირდება ევროპის ბაზარს, რაც გარკვეულწილად დიდი ბიძგი იქნება საქართველოში ენერგეტიკული ბიზნესისთვის. საქართველოში გენერაციის ობიექტები, რომლებიც უახლოეს მომავალში ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს, 4000 მეგავატის ფარგლებში შეიქმნას, ძალიან დიდი мотивация იქნება ევროპის მაღალანაზღაურებად ბაზარზე გასასვლელად. მოგეხსენებათ, რომ სოფლიოში ენერგეტიკული კრიზისები არსებობს და აქ ჩვენი თანადგომა და ჩვენი ენერგობაზარზე ჩართვა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და მსურს, რომ ამ პროექტში ჩართულ ყველა პირს, ყველა სახელმწიფოს უსურვო წარმატება, ვინაიდან ეს პროექტი ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს როგორც ენერგოდამოუკიდებლობაზე, ასევე ევროპასთან ინტეგრაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის, რადგან ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება ერთმანეთთან დააკავშირებს ორ რეგიონს: საქართველოს, რომელსაც აქვს ელექტროენერგიის გამომუშავების მაღალი პოტენციალი და ევროპას, რომელსაც ელექტროენერგიის მოხმარებაზე მაღალი მოთხოვნა აქვს. ტექნოლოგიური და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინებით პროექტი საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთობლივი მუშაობით პროექტი წარმატებით განხორციელდება. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოს მთავრობის დავალებით და მსოფლიო ბანკის ძლიერი ფინანსური მხარდაჭერით, ასევე პროექტში ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახორციელებს შავი ზღვის კაბელის პროექტს, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა სწორედ იტალიურმა კომპანიამ ჩესიმ ჩაატარა. შეფასების საკმაოდ დადებითი და პერსპექტიული შედეგების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ რუმინულ კოლეგა კომპანიასთან, ორგანიზაციასთან ერთად შევიტანეთ ევროკავშირში განაცხადი პროექტის მხარდაჭერის მისაღებად. ევროკომისიამ 2025 წლის დეკემბერში შეიტანა შავი ზღვის კაბელის პროექტი ორმხრივი ინტერესების პროექტის ჩამონათვალში. ეს ხელშეუწყობს ჩვენ პროექტს, რომ მიიღოს შესაბამისი ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. პროექტი ითვალისწინებს არა მარტო ძალოვანი კაბელის მშენებლობას, არამედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობას რუმინეთსა და საქართველოს შორის, რომელმაც უნდა გააძლიეროს ევროპისა და აზიის დაკავშირება ინტერნეტის ბაზრების თანამშრომლობის კუთხით. მსოფლიო ბანკი მოხარულია, რომ მხარს უჭერს მის პარტნიორს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. ზღვის ფსკერის ზედაპირის შესწავლის კონტრაქტის ხელმოწერით პროექტი განხორციელების ახალ ეტაპზე გადადის. ეს კვლევა იქნება გადამწყვეტი შავ ზღვაში შესაძლო რისკების შეფასებისა და შემცირებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით საკონსულტაციო კომპანია ჩეზის და ჩვენს პარტნიორ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.